მოგესალმებით. ეთერშია ტელეკომპანია GDS-ის და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი მედია სტანდარტი. პროექტი ითვალისწინებს ამერიკული სერიალის Newsroom-ის ჩვენებას და შემდეგ დისკუსიის გამართვას მედიის სტანდარტებზე. ცოტა ხნის წინ თქვენ ნახეთ ამ სერიალის მეორე სეზონის მე-6 სერია. შეგახსენებთ, რომ ეს სეზონი მთლიანად ეძღვნება ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თემაც გახლავთ ამერიკელი სამხედროების მიერ პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაცია. ეს სერია იყო საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ერთ-ერთმა პროდიუსერმა, რომელიც აწარმოებს ამ ჟურნალისტურ გამოძიებას, იმგვარად მოახდინა მთავარი რესპონდენტის ინტერვიუს დამონტაჟება, რომ მიეღო სასურველი შედეგი. შესაბამისად, მან მოახდინა ინტერვიუს ფაბრიკაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი დისკუსიის თემა გახლავთ манипуляция მედიაში და ამ დისკუსიას წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი სოფო კვინტრაძე. ჩემი სტუმრები კი არიან ლაშა ტუღუში, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, მაია მიქაშავიძე, ჯიპას ჟურნალისტური სკოლის პროფესორი, ნინო რობაქიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედია ანალიტიკოსი, ქეთი ქარდავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ჟურნალისტი და ასევე ჩვენთან ერთად არიან ჯიპას მაგისტრანტები, მერი ბინიაშვილი და სოფო აზარიაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ვიდრე დავსვამდე პირველ შეკითხვას, მინდა მაყურებელს 2 სიტყვით განვუმარტო თუ რას გულისხმობთ манипуляციაში. მედია манипуляცია გახლავთ ინფორმაციის განზრახ იმგვარად დამახინჯება და შემდეგ მიწოდება, რომელიც მიზნად ისახავს აუდიტორიის манипуლირებას და გარკვეული წარმოდგენების და რეალობის ასახვის შეცვლას. ეს ცხადი არის ცალსახად ძალიან უარყოფითი მოვლენა მედიაში და ძალიან უხეში დარღვევა მედია სტანდარტის. სწორედ ამ დარღვევებზე ვისაუბრებ დღეს ჩვენ სტუდიაში და პირველ რიგში მინდა საუბარი დავიწყო ახალი ამბებით, ვინაიდან ახალ ამბებს ყველაზე ხშირად ადანაშაულებენ манипуляციის მცდელობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მინდა რომ პირველი შეკითხვა მაია თქვენ დაგისვათ. ახალ ამბებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ახალი ამბების თანმიმდევრობა, ასე ვთქვათ, ანუ შედგენის პრინციპი ახალი ამბების იძლევა თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ იყოს манипуляცია, ან თქვენ თუ ხედავთ ამგვარ მიდგომებში манипуляციის მცდელობას? ახალი ამბების დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. უფრო კონკრეტულად დამტკიცებულია, რომ იმგვარად, როგორც წარმოდგენილია დღის წესრიგი ტელევიზიის მიერ, სწორედ იმგვარად აზროვნებს საზოგადოება. შესაბამისად, იმ ახალ ამბავს ანიჭებს უფრო დიდ მნიშვნელობას, რომელიც პირველი გადის ეთერში, ანუ დღის წესრიგის თავშია და არსებობს ტენდენცია, რომ ნაკლები მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, მიანიჭოს იმას, რომელიც ბოლოსკენ არის, ესე იგი ამ გადაცემის. შესაბამისად, ეს არის ფენომენი, რომელიც ცნობილია და რომლის გამოყენება შესაძლებელია იმგვარად, რომ დღის წესრიგის შედგენით რომელიღაც თემის გააქტიურება მოხდეს საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება რაღაც მიზანს ემსახურებოდეს ამ კონკრეტული ტელევიზიის. რეალურად ეს მართლაც ინსტრუმენტი შეიძლება იყოს. ნინო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს ინსტრუმენტი დღეს გამოყენებული, აი რომ შეაფასოთ, თქვათ, ქართულ ტელევიზიებში ხდება თუ არა ამგვარი ფორმით манипуლირება, ანუ გულისხმობ დღის წესრიგის შედგენას? კი, მე მგონია, რომ ხდება და ხდება არა მხოლოდ თქვათ რომელიმე კონკრეტულ არხზე ან კონკრეტულ მედია საშუალებაში, არამედ ხდება რამდენიმე მედიაში ხშირად თანმიმდევრულად და ერთდროულად, რაც განსაკუთრებით შემდეგ თვალშისაცემს ხდის ასეთ მცდელობებს. როდესაც თქვათ რამდენიმე მედიას ერთი და იგივე პრიორიტეტები აქვს დღის განმავლობაში, ერთი და იგივე ახალ ამბავს ანიჭებს უპირატესობას, რა თქმა უნდა, ამას ბუნებრივი და ობიექტური მიზეზებიც შეიძლება ქონდეს, თუ არის მართლა ისეთი თემა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის, მაგრამ ჩვენ გვინახავს ისეთი თემებიც, რომლებიც ყველანაირი ესეთი ახალი ამბის საბაბის გარეშე რატომღაც ერთდროულად ახსენდება, ვთქვათ, რამდენიმე მედიას ერთ კონკრეტულ დღეს მოწმენდილ ცაზე, ესე ვთქვათ. ეს ჩემი აზრით არის манипуლირების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც სხვათა შორის ყველაზე მარტივად იყენებენ, იმიტომ რომ ყველაზე ძნელია ამაში დაადანაშაულო რომელიმე მედია, ამას სჭირდება ანალიზი, სჭირდება ვთქვათ მონიტორინგი და შემდეგ შეფასება. ამიტომ მაყურებლისთვის ეს შეიძლება
ერთი შეხედვით ესეთი თვალშისაცემი არ იყოს და ამიტომ მედია ამას ხშირად იყენებს სამწუხაროდ. ლაშა, აი ნინომ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა არ იყოს მაყურებლისთვის უცბად თვალშისაცემი. აი თქვენი აზრით რა არის ის, რასაც მაყურებელი ხედავს და რომ დაუბრუნდეთ ამჯერად უკვე შინაარს ახალი ამბების. თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ ის ელემენტები ახალი ამბების კონტენტში, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არის სწორედ манипуляციის მცდელობა. აი ვგულისხმობ მაგალითად, არის თუ არა შერჩევითი ინტერვიუები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, თქვათ, სინქრონები და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით, პირველად ვარ თქვენთან და წარმატება მინდა გისურვოთ. ცით რა არის, აი ამ ბრძანა თანმიმდევრობას, ასე თქვათ, ამბის. ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ თქვათ ერთი და იგივე ამბავი, რომელიც ამბავი არ არის, უცბად ჩდება რამდენიმე მედია საშუალებებში ერთდროულად. ხა უფრო კარგად რო გაერკვეს ადამიანი, რაზეა საუბარი. ცოტა სწორი შეკითხვა იყო დასმული, ხშირად უფრო მეტი ხდება დამახინჯება ამბის, ანუ არა მარტო ისაა მნიშვნელოვანი თუ პირველია თუ მეორე, არამედ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ აწვდი ინფორმაციას. ახლა შეიძლება ალაპარაკო ადამიანი თქვა 1 საათი და შემდეგ ამოჭრა, გადაამონტაჟო და მიიღო აბსოლუტურად სხვა სურათი. ანუ ის რასაც ის არ ამბობს, ის ათქმევინო მას. ამიტომ არის მე ამიტომ ხდება ხოლმე რომ ხშირად მომისმენია პოლიტიკოსებისგან, არაპოლიტიკოსებისგან, რომ მინდა სწრაფად დავამატო ერთი სიტყვა იმას, რომ ის არ მოჭრან და შეუძლებელი გახდეს თქო დამემახინჯებენ ას, განსაკუთრებით ეს ხდება, როდესაც ძალიან ცხელი პოლიტიკური სიტუაციაა. ამ დროს შეიძლება შეამჩნიოთ თქვათ რომელიღაც მედიაში რომ აბსოლუტურად არაადეკვატურ რაღაცებს ლაპარაკობს ადამიანი, იცნობ მას, მოგისმენია მის შეხედულებები და საპირისპიროს იძახის ის იმ მომენტში. და მიდის ნადირობა, შეიძლება ითქვას კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, კონკრეტულ საზოგადო აქტიურ ადამიანებს, საზოგადოებრივ აქტიურ ადამიანებზე, ამას აკეთებს რომელიღაც მედია საშუალება ვიღაცის გულისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან ბინძური თამაში, მინდა აქვე გითხრათ. ეს ტექნოლოგიები არ არის მარტო ჩვენი სცენი, სხვაგანაც ხდება რაღაცები, როდესაც მოგონილი ამბები ჩდება, არსებობს რაღაც გამოკითხვებიც კი, მათ შორის სხვა ამერიკულ გაზეთშიც კი მინახავს ერთხელ გაკეთებული პირველი ათეული ეგეთი მოგონილი ისტორიების, როდესაც თქვა ომი დაიწყო სადღაც ესეთი ამბავის კი მოყვენ, მაგალითად ის რომ ერთ-ერთი ესეთი ისტორია, როდესაც მედია იცოდა, მაგრამ მაინც გაუშვა ინფორმაცია არ გადაამოწმა, თქვა ომი რომ დაიწყო, ახლა გიცით ალბათ, ხო ახლო აღმოსავლეთში ეს კიდე ცალკე ისტორია არის. ერთ-ერთი უნიკალური ისტორია იყო ის, რაც იმედმა გააკეთა თავის დროზე, როდესაც ომი დაიწყო, მეორედ კიდე ცხინვალში გახსოვთ ხო როგორი ამბავი მოყვა და ეს ისტორია გახდა, ეს ისტორია სხვა შორის ათეულშიც კი არის. საერთაშორისო სოფლიო ათეულში შევიდა აი მოგონილი რაღაცების. საბოლოო ჯამში მედია არ უნდა თამაშობდეს ესეთ როლს, არ უნდა მაიმუნობდეს, მოდით ესე პირდაპირ ვთქვათ. და ჩვენ მაინდა-მაინც მაღალი სტანდარტის სამწუხაროდ არა ვართ, თუმცა მე არ ვიტყოდი რომ პერსპექტივა ჩვენი ასე ვთქვათ მედია გარემო შეიძლება თუ კრიტიკა იქნება თვითონ მედიასი უფრო აქტიური. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ მონტაჟი და ამ ფილმში, რომელიც მაყურებელმა ნახა ჩვენი გადაცემის დაწყებამდე, სწორედ მონტაჟი არის გამოყენებული, ასე ვთქვათ, манипуляციის საშუალებად. მოდით ვნახოთ ეს ნაწყვეტი, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რას ჩაიდენს პროდიუსერი. ხომ გესმით, რომ ოპერაცია გენუას შესახებ გითხავთ, რომელიც გასაიდუმლოებულია? დიახ. კარგი. ზადა, გავდივარ. ადასტურებთ, რომ მართლა მოხდა. ეს მოხდა. ოპერაცია გენუა რას მოიცავდა? გაყვანას. ტერმა 2 სასაზღვრო ქვეითი დაატყვევა. მეც არაფერს ვიტყვი. ოპერაცია ვინ შეატარა? მარსოკმა, საზღვაო სპეცრაზმა. ოპერაციის დროს განსაკუთრებული ზომები მიიღეთ? განსაკუთრებული ზომები საჭირო გახდა. და მიმართეთ? გენერალო?
გენუას ფარგლებში ზარენის გაზი გამოიყენეთ? დიახ, იმ სიტუაციაში ეს ზომები აუცილებელი იყო. საქმე ორი დატყოვებული ადამიანის გადარჩენას ეხებოდა. ზარენის გაზი გამოიყენეთ? ზარენი რომ გამოგვეყენებინა. მოდით ასე ვიტყვი, ზარენს ამგზით გამოვიყენებდით. ლოგისტიკას მოგვიანებით გამოკითხავთ. ახლა გეკითხებით, ზარენი თუ გამოიყენეთ? ზარენი რომ გამოგვეყენებინა. გენერალო, მისმინეთ, ზარენს ასე გამოვიყენებდით. ოკინავას საწყობში შევინახავდით. ეს კი პირველი ნაბიჯი იქნებოდა. საწყობს დავიცავდით. გეკითხებით, ზარენი თუ გამოვიყენეთ? თუ ზარენს გამოვიყენებდით. გენერალო, მომისმინეთ, თუ ზარენს გამოვიყენებდით, ამ მეთოდს მივმართავდით. მომისმინეთ, თუ ზარენს გამოვიყენებდით, ამ მეთოდს მივმართავდით. ამ მეთოდს მივმართავდით. ამ მეთოდს მივმართავდით. ზარენი გამოვიყენეთ. მართალია, ეს აუცილებელი იყო. აუცილებელი იყო. ძალიან კარგად ჩანს ამ ეპიზოდში და ალბათ მაყურებელმაც ნახა, მან მხოლოდ ერთი სიტყვა ამოიღო ინტერვიუდან და მთლიანად შეიცვალა კონტექსტი. კეთი, შენთან მინდა რომ გადმოვიდე შემდეგი კითხვით, ამდენი წელია მუშაობ სატელევიზიო ჟურნალისტიკაში და ძალიან კარგად იცი მონტაჟის შესაძლებლობები. როგორ ფიქრობ, რამდენად არის მართლაც ეს პრობლემა დგას მწვავედ მედიაში და მინდა მაყურებლის პოზიციიდან რომ შეხედო ამ საკითხს. როგორ ფიქრობ, რამდენად ხვდება და ამჩნევს ამას მაყურებელი თუ იქ ლაპარაკია დამონტაჟებულ და ამგზით დამახინჯებულ ინტერვიუებზე? საფო, მე ვფიქრობ, რომ მაყურებელი ამჩნევს ყველაფერს ადრე თუ გვიან, ამიტომ ჩვენ უნდა მივუდგეთ ყველა ჩვენ მასალას ისე, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხები, რომელიც არსებობს და რომელიც ყველა ჟურნალისტმა იცის და არ ჩავაყენოთ მაყურებელი ისეთ მდგომარეობაში, რომ შემდეგ მას ჰქონდეს იმის სურვილი, რომ აღარ უყუროს შენს მიერ მომზადებულ მასალას და ამჯობინოს სხვა. ამიტომ ეს არის პრობლემა, რა თქმა უნდა, მონტაჟის შეგიძლია აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთო, მაგრამ გააჩნია მიმართავ თუ არა ამას. როდესაც აი მაგალითად ბატონმა ლაშამ ბრძანა 1 საათიანი ინტერვიუს დამონტაჟება. ეს საქართველოში არის პრობლემა რესპონდენტებთან, მაგალითად უცხოეთში უფრო ნაკლებად. მე მაგალითად როდესაც მივდივარ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, რესპონდენტი ყოველთვის მეუბნება 15 წამი თუ 20. ანუ საქართველოში ჯერ არც ერთ რესპონდენტს ეს არ უთქვამს. ანუ 15 წამიან სინქრონში ის გეუბნება იმას, რასაც თulis საჭიროთ, ამიტომ შენ ვეღარ გაუკეთებ იმ სინქრონს და ანუ უშო. ამიტომ რესპონდენტიც უნდა იყოს მობილიზებული და უნდა იცოდეს, საქართველოში ეს ძალიან დიდი პრობლემაა. შენ ცდილობ, რომ გააჩერო რესპონდენტი, ანუ აუხსნა რომ 1 საათიანი, ვერც 40 წუთიანი და 20 წუთიანი კომენტარი საინფორმაციო გამოშვებაში ვერ გავა და მე ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა იმის, რომ ირეკავენ როგორც კი დამთავრდება სიუჟეტი, რომ აი ისიც მინდოდა, ისიც მინდოდა, ისიც მინდოდა. მაგალითად იყო ამასთანავე Facebook-ზე ვნახე ესეთი სააგენტოს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თქვა ექსპერტი წერდა, რომ ამ ტელევიზიებში მივიდა მთავრობიდან სია, რომ არ უნდა ჩამწერონ მე. და ეს არის რაღაც ასე ვთქვათ ბრძანება და მე იქვე მივაწერე, რომ ვთქვათ ეს ექსპერტი კონკრეტულად მე არაერთხელ ჩამიწერია და ჟურნალისტი თვითონ წყვეტს თავისი სიუჟეტისთვის, რომელი რესპონდენტი იქნება მიზანშეწონილი, ხომ? ანუ რაღაც ესეთი პრობლემები არის მონტაჟზე. მაგალითად ქართულ ტელევიზიებში არის პრობლემა მონტაჟის რა კუთხით. უცხოური, რესპონდენტი, რომელიც საუბრობს უცხო ენაზე და შენ თარგმნი. თარგმანის პრობლემა ძალიან დიდი პრობლემა იყო. ეხლა კონკრეტულ შემთხვევებს არ დავასახელებ, მაგრამ იყო შემთხვევა იმ დონეზე დიდი პრობლემა იყო, რომ მაგალითად საფრანგეთის ელჩმა დაიწყო ქართული ენის სწავლა და მოდიოდა ქართული თარგმანით, ანუ თქვენ არ გადაგთარგმნოთ, ჩვენივე თარგმანი გავუშვით. რომ ნდობა არის მედიისადმი ძალიან დაბალი. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ანუ აბსოლუტურად სხვა თარგმანი დაედო, მაყურებელი ამას ვერ მიხვდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორიგინალში არ გადის, მაგრამ არსებობს, თქვათ, იმ ქვეყნის მისია საელჩო და რომელმაც მოითხოვა შემდეგ ეს მასალა და
ბოდიშიც კი მოუხადეს რამდენიმე რესპონდენტს. მაგალითად, აი მე მქონდა ესეთი შემთხვევა, ბრიუსელში იყო პრესკონფერენცია ჩაატარა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ რამდენიმე წლის წინ და მე დავუსვი კითხვა, რომ მოდის ევროკავშირი რუსეთის სამიტი, თქვენ ისაუბრებთ თუ არა ვლადიმერ პუტინთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და ნუ ბაროზომ დაიწყო საუბარი ასე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებს არ იყენებენ, ანუ ამ ტერმინს არ იყენებენ ევროკავშირის წარმომადგენლები, იყენებენ განდგომილი რეგიონები, breakaway regions. ამიტომ მეც იმ წუთას ნუ მომხვდა ყურში რომ ახსენა occupied territories. ანუ ჩემ ხარეზე მაგ შემთხვევაში იყო რა, ანუ ორიგინალი, რომელიც ევროკომისიაში აი ეს პრესკონფერენცია გადის მთელი დღე ჩაწერის შემდეგ. იქ ინგლისურად რა თქმა უნდა. ეს გავიდა ეთერში ზუსტად თარგმანი და მეორე დღეს აღმოჩნდა რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მოვიდნენ ტელევიზიაში, მოითხოვეს ორიგინალი ჩანაწერი, ვინაიდან ამბობდნენ რომ ჟოზე მანუელ ბაროზო არ გამოიყენებდა ამ ტერმინს. ხო, იყო ეს. და ნუ მე რა თქმა უნდა ჩვენ ვაჩვენეთ მას ჰქონდა ეს ნათქვამი და შემდეგ ნუ ასეთი რამ თქვეს რომ რადგანაც ჩემი კითხვა მთავრდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებზე ხო ნუ მან გააგრძელა ანუ ამიტომ რას ვამბობ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა ძალიან ყურადღებით და მნიშვნელობა არ აქვს თქვა რა მასალაზე მიდიხარ რამდენად სერიოზულია ჩვენ უნდა მივუდგეთ სერიოზულად რათა არ იყოს შემდეგ პრობლემები და პრეტენზიები არ გქონდეთ ჩვენს რესპონდენტებს. დიდი მადლობა მაკო თქვენ გსურდათ დამატება. მე უბრალოდ ის მინდა დავამატო აი ამ სერიალ დაკავშირებით რომ აი აქ გვაქვს ძალიან გამოკვეთილ სიყალბესთან საქმე, რომელსაც ფეიქს ეძახიან. მანიპულირების სხვა ფორმა არსებობს, ესე იგი მოგწონს ის თუ არა, თუნდაც დღის წესრიგი შეისავსებით შეიძლება ჩაჯდეს ჟურნალისტურ სტანდარტში, მაშინ როდესაც აი ეს სრულიად დაუშვებელია ამცეთ სიუჟეტებს ფეიქებს ეძახიან, ანუ პირდაპირ დამახინჯებას. ანუ აი ესეთი განსხვავება უნდა დავინახოთ, ვთქვათ. ჩვენ ვისაუბრებთ მეორე ნაწილში უკვე მოტივებზე და ვინ დგას რეალურად ამ მანიპულაციის უკან. ახლა კი რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, სულ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ჩვენ კვლავ დავბრუნდით ეთერში და ვაგრძელებთ დისკუსიას მანიპულაციაზე. მე მინდა ვნახოთ ერთი ფრაგმენტი ქართული ტელევიზიების ისტორიიდან და შემდეგ გავაგრძელებთ დისკუსიას. აი რა ის გამოაქვეყნა გუშინ კვლევა და ერთი კვლევა იყო რომელი ინსტიტუტის მიმართ გაქვთ ნდობა მე ვთხოვ ჩვენს პროდიუსერს გრაფიკა ვაჩვენოთ ეთერში როგორი იყო ჩამონათვალი ეკლესია 92%-ით არის პირველ ადგილზე ჯარი 90%-ით მეორეზე პოლიცია 90%-ით მესამეზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია 71% პარლამენტი 69 მთავრობა 68 და ასე შემდეგ მაგრამ რისთვის გავიხსენეთ ეს კვლევა ამაზე ჩვენ გუშინაც ვისაუბრეთ საინტერესო მონიტორინგის შედეგი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არც ერთ არხზე, არც რუსთავი 2-ზე, არც იმედზე და არც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეს კვლევა სულად არ უჩვენებია და გრაფიკებში, რომელიც იყო ნაჩვენები და ინფორმაციაში, ჩამონათვალი იწყებოდა ჯარით და პოლიციით და ეკლესია იყო ამოღებული. ეხლა გავუშვათ სამივე არხის ის კონკრეტული ფრაგმენტი, რომელიც ამ კვლევას ეხებოდა. გამოკითხულთა 90% ენდობა ქართულ ჯარს, ასეთივე ენდობით სარგებლობს პოლიციაც. მოსახლეობის 71%-იანი ნდობა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 69%-ს ჯერა საქართველოს პარლამენტის, 68% ენდობა საქართველოს მთავრობას, 67%-ია დადებითად განწყობილი განათლების სისტემის მიმართაც. გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის 90% ენდობა ჯარს და პოლიციას. მომდევნო ადგილზეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია 71%-ით, პარლამენტის 69%. განათლების სისტემას აქვს 67% და უნდა აღინიშნოს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს არის განათლების სისტემის მიმართ ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. რომელ ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად? კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა. საზოგადოება ყველაზე მეტად ქართულ ჯარსა და პოლიციას ენდობა. ამ უწყებების ნდობის მაჩვენებელი 90-90%-ია. ჯარსა და პოლიციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსდევს 71%-ით. შემდეგ მოდის პარლამენტი 69%-ით და მთავრობა 68%-ით. ვარდების რევოლუციის შემდეგ წელს პირველად განათლების სისტემისადმი ყველაზე მაღალი ნდობის ხარისხი 77% დაფიქსირდა. ჩვენ ნახეთ ფრაგმენტი, სადაც ჩანს, რომ ინფორმაცია რეალურად შეცვლილია სამივე არხზე. ნინო, თქვენ მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამის უკან? ანუ აქ ხედავთ თუ არა, თქვათ გამიზნულ მანიპულაციის მცდელობას, თუ აი რასთან გვაქვს საქმე?
ხო, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ორი, ვთქვათ, სერიალში მოყვანილი სიტუაცია და ამ შემთხვევაში ჩვენი ქართული რეალობიდან აღებული მაგალითი ერთმანეთისგან გავიმიჯნოთ, იმიტომ რომ თუ პირველ შემთხვევაში ეს არის კონკრეტული ერთი ადამიანის პირადი ამბიციების ვთქვათ, მოტივით ჩადენილი манипуляცია, მეორე შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ან ჟურნალისტის, ან პროდიუსერის, ან რედაქციის ჩანაფიქრი, ეს მოხდა სამ არხზე, როგორც ერთ ხმაში, აი ზუსტად ის, რაზეც პირველ ნაწილშიც გაკვირით ვისაუბრეთ და აქ ერთ მნიშვნელოვნად ჩანს თუ ვის ინტერესშია ეს კონკრეტულად ვინ იდგა ამ манипуляციის უკან ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით რომ აშკარად სახელმწიფო სტრუქტურები და მთავრობის ინტერესშია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტი არის ყველაზე მაღალ რეიტინგული და ის არის მოშორებული ამ სიუჟეტებიდან. ანუ აქ იმდენად ერთმნიშვნელოვანია თუ ვის ინტერესში იყო მსგავსი ტიპის манипуляცია, რომ მე მგონი სადაოც არაფერია, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ манипуляციის უკან კონკრეტულად არავინ არ დგას და ჩვენ აი მედიაში ძალიან ხშირად გვისაუბრეთ თვით ცენზურაზე და ამ თვით ცენზურის ერთ-ერთი გამოვლინებაც იყო ხოლმე სწორედ ესეთი პატარ-პატარა манипуляციები, რომლებსაც ჟურნალისტები, ან რედაქტორები, ან პროდიუსერები გამოშვების თავისით დამოუკიდებლად ახორციელებდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ რაღაც ნარატივში ეს უფრო მომგებიანი იქნებოდა, თქვა რაღაც პოლიტიკურ ინტერესებში თუ ასე შემდეგ. აი ეს მე მგონი იმდენად როგორც იმდენად არ არის დიდი ესეთი გამონაკლისი ქართულ მედიაში, რომ აი ეს ამძიმებს სურათს, მაშინ როდესაც ისეთი შემთხვევა, როგორც სერიალში ნაჩვენები ამერიკული მედიისთვის არის მართლაც ისე ჩამოსათვლელი, ეს ყოველთვის ხდება ძალიან დიდი გარჩევის და ხმაურის საბაბი და შემდეგ ამას ხშირად მოყვება ძალიან მაღალი თანამდებობის მქონე მედია საშუალებების მენეჯერების, ან არ ვიცი, მთელი გუნდის ხშირად წასვლა, თქვათ, მედია საშუალებიდან და არ ვიცი ძალიან ისეთი ეს ისტორია რომელიც არის ამ სერიალში განხილული არის რეალური ისტორია რომელიც დაემართა CNN-ს და ამას მოყვა ძალიან ბევრი ადამიანის თანამდებობიდან გადადგომაც და CNN-მა ბოდიშიც მოიხადა ამ შემთხვევის შემდეგ. ლაშა თქვენ მინდა გკითხოთ თქვენ როგორ ფიქრობთ ვინ დგას ამგვარი манипуляციების უკან? ეს არის ცალკეული შემთხვევები, ჟურნალისტების ამბიციები, მედია საშუალების პოლიტიკა თუ უფრო ზემოთ მიდის კვალი, თქვათ და პოლიტიკურ წრეებს უკავშირდება? თქვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მეკითხებით? ზოგადად მინდა რომ შეაფასოთ თქვა ჩვენს ქვეყანაში რა ვითარება ამ თვალსაზრისით. რა გითხრათ ახლა ეს არის ამბავი რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ამის თაობაზე იყო საუბარი მახსოვს და არა მარტო ეს ფაქტები, კიდე სხვა ფაქტებიც იყო, ну ახლა მარტივია დიაგნოზი ძალიან ადვილი და ასასმელია. ხელისუფლება ცდილობს მედიის მეშვეობით მოახდინოს манипуლირება და საზოგადოებრივი აზრი ასე თქვა წაიყვანოს რაღაც მიმართულებით, რომელიც მისი აზრით სწორია, ან არასწორია, მაგრამ ამასაც სპეციალურად აკეთებს. ახლა ეს მისი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი ჩვენთან იყო. მე მინდა გითხრათ, რომ ასე ადვილი ეს არ იყო, იმიტომ რომ ზოგიერთ მედიაში ხდებოდა, ზოგიერთი მედია ამას ეწინააღმდეგებოდა, მე არ ვარ იმ აზრის ჩვენს მედიაზე, რომ ყველა ერთნაირი იყო და ყველას ადვილად კისერს უგრეხდნენ. ესე ნამდვილად არ იყო, მე ვიცი ძალიან ბევრი ღირსეული წარმომადგენელი მედიების, რომელიც ამას ეწინააღმდეგებოდა, არ თამაშობდა ამ წესებით, გასაგებია მას ჯიბეში შეიძლება ბევრი ფული ამის გამო არ ქონდა, მაგრამ სამაგიეროდ ქონდა ღირსება და მათ ეს ღირსები შეინარჩუნეს და დღესაც ხედავდა. სამსახურით შეინარჩუნეს? იცით რა, ზოგიერთ მედიაში შეინარჩუნეს, ხა ესეთი ფაქტები არ არის როგორ გითხრათ, ყველასთვის მისაღები, რა თქმა უნდა შეინარჩუნეს, რა იგივე სხვა მედიაშიც ხედავდით ხო თქვენ განსხვავებული იქ პირდაპირ თქვენს რომ ამის შესახებ რაც ხდებოდა და არ შეეშინდათ და იბრძოლეს, ხო? სხვაებიც ვიცი, გაზეთებიც ვიცი ისეთი, რომელიც ამას არ აკეთებს და პატიოსნად მუშაობს. ეხლა აქ ლაპარაკი რაზე იცით, ეს თემა რომ არ დავაბნიოთ და არ გავაკეთოთ ისე რომ რაღაც შთაბეჭდილება დარჩეს საზოგადოებას, რომ ეს არის ის თემა, რომელიც მოუგვარებადია და ამას ვერანაირად ვერ დავძლებთ, ესე არ არის. საჭირო არის გავერკვეთ რა ხდება ზოგადად, რა არის მედია გარემო
და სხვა თემებთან ერთად, სხვა საკითხებში, მოგვარებასთან ერთად, მაგალითად პოლიტიკაში უფრო მეტი პლურალიზმი და ასე შემდეგ, სადაც მე არ მინდა ჩვენ ფორმატი არ იძლევა იმ საშუალებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი დღეს ქვეყანაში, რომ მსგავსი რაღაცები ძალიან იშვიათად ხდებოდეს, ანუ თუ მოხდება უნდა იყოს სამარცხვინო და რაღაცა უნდა დიდი ამბები ატყდეს და სკანდალი მოხდეს. ხა იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკაშიც კი ხდება, გერმანიაშიც და ყველგან ხდება ესეთი რაღაცები, მაგრამ ჩვენთვის ეს უნდა იყოს აბსოლუტურად რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს მსგავსი манипуляციები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამისი რესურსი გვაქვს. მე რას ვამბობ, უყურეთ, ჟურნალისტებიც არის სათანადო წესიერი ხალხი. მე ბევრს ვიცნობ, პროდიუსერებიც არიან ნორმალურები, საზოგადოებაც გაიზარდა. და აი ესეთ რაღაცებზე ისწავლა რა ჩვენმა საზოგადოებამ და თლად ეხლა ესეთი ცხოვრებიც არ არიან ისეთ რა თქმა უნდა შეიძლება манипуლირება ხა ომებსაც კი აწარმოებს ხა აგერ ჩვენი მეზობელი რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს დღეს და ზუსტად ესეთი ელემენტებისგან შედგება როცა ლაპარაკობთ ჰიბრიდულ ომზე და პროპაგანდის მანქანაზე და ასე შემდეგ აი ზუსტად ესეთი რაღაცებია ტყვილები შეშინებასა ეს მთელი კომპლექსი არის დამუშავებული მეთოდოლოგიის და რაღაცა გეგმების რა მაგრამ ჩვენ თუ გვინდა განვითარდეთ რაღაცა სხვა ქვეყანა გავხდეთ ესეთი რაღაცები უნდა იყოს აბსოლუტურად დაუშვებელი და პირველ რიგში ჟურნალისტურ წრეებში და ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ ჩემი აზრით ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა ანუ თუ ერთ მედია საშუალებაში მოხდა მსგავსი რამ ვთქვათ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ხო ჩვენ არ უნდა ვიყოთ გარედან ამის მაყურებელი და ნუ დავეხმაროთ ერთმანეთს ვინაიდან ყველა ხელისუფლებას ექნება იმის სურვილი რომ სტელობაც რომ ჟურნალისტები გამოიყენონ მედია საშუალებები და პროპაგანდასთან დაკავშირებით ეს ძალიან დიდი პრობლემაა ვთქვათ არა მარტო იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, მაგალითად ახლა ევროკომისია მუშაობს ანტიპროპაგანდულ პროგრამაზე, რაც ეხება კონკრეტულად რუსეთიდან მომავალ პროპაგანდას და ევროკომისიამ უნდა დადოს ძალიან დიდი დასკვნა ამასთან დაკავშირებით და თქვა ერთ-ერთ ახლა ბოლო მინისტერიალზე ნატოს გენერალურ მდივანს დაუშვეს კითხვა, რომ რითი უნდა ებრძოლოს ნატო რუსულ პროპაგანდას და მისი პასუხი ასეთი იყო, რომ პროპაგანდით არ უნდა უპასუხოს ნატომ, უნდა უპასუხოს მხოლოდ ფაქტებით. ძალიან საინტერესოა. მე მინდა ჩვენ სტუდენტებს ვკითხო, ვინაიდან ჯერ თქვენ არ ხართ აქტიურ ჟურნალისტიკაში, მე მინდა როგორც მაყურებლებს ისე დაგისვათ ეს შეკითხვა, თუ გქონიათ განცდა და შეგრძნება, ან დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ თქვენ გახდით манипуляციის მსხვერპლი მედიის მხრიდან. იცით რა არის მიგუძუნია რომ თქვათ манипуლირებას ცდილობს კონკრეტული მედია საშუალება მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს манипуляციის პრობლემა არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოშიც და ალბათ იქნება კიდევ დიდი ხანი უბრალოდ როგორც მაყურებელმა ვფიქრობ რომ თავი დავიცვა ბევრი მედია საშუალების ყურებით და ინფორმაციის გადამოწმებით მე პირადად არ ვარ დაყრდნობილი კონკრეტულ ერთ მედია საშუალებას და ყოველთვის ვცდილობ რომ გადავამოწმო ინფორმაცია და შესაბამისად ვფიქრობ რომ თუ მაყურებელი ასე მოიქცევა ნაკლებად გახდება მედია манипуლირების მსხვერპლი მერი თქვენ რას ფიქრობთ? დავეთანხმები ასევე ჩემს მეგობარს სოფოს და მეც არაერთხელ მქონია იმის შეგრძნება რომ მატყუებენ და თვალსახად ვგრძნობ ამას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს манипуляციის ცდელობები და ფორმები, რაც ქართულ მედიაში ძალიან ხშირია, ჩემში უფრო რაღაც გაღიზიანებას და აგრესიას იწვევს. კონკრეტულად ვიტყვი, რას გულისხმობ, ხშირ შემთხვევაში მეგონი ყველას შეგვიმჩნევია ეს, რომ როცა წამყვან ტელეარხებზე მიდის პოლიტიკური თოქ-შოუები და პოლიტიკური გადაცემები ძალიან ისეთ მწვავე საკითხებზე, ჟურნალისტი აშკარად, აი არც მალავს, ისეც დილობს ოპონენტის გაჩუმებას ან რაღაც აზრის პარტნიორის მიკერძოებულია ამის თქმა. მიკერძოებულია, ანუ მაგის თქმა მინდა ზუსტად ის რომ მის უკან დგას ის გარკვეული ჯგუფები, რომელთა ინტერესით შედის ესე თუ ამ თუ იმ პარტიის წევრის, ასე ვთქვათ, წინ წამოჩენა და მისი აზრის უფრო მკაფიო დაფიქსირება, ვიდრე ასე თქვაზე ოპონენტის აზრის დაფიქსირება. და სხვათა შორის რაღაც ლოიალურობა მიჩნდება ოპონენტის მიმართ, ვინც რაღაც იჩაგრებას გავით. რაღაც მგონია რომ რაღაც დისკრიმინაცია არის ეს.
ვცდილობ რომ არ მოვიტყუო თავი და მეც ასევე ვცდილობ რაღაც სხვა საშუალებებს და მედია წყაროებს დავეყრდნო და არ მხოლოდ ერთს. დიდი მადლობა. მაია, თქვენ მინდა გკითხოთ, არის აი ის პრობლემა, რაც მერიმ წამოწია, რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემა. აი თქვენ რას უკავშირებთ თქვათ ამას, რომ ჟურნალისტებმა შესაძლოა არ დაიცვან სტანდარტები იქ, სადაც ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ და აშკარად გამოხატონ ეს მიკერძოება, ასე ვთქვათ. ეს არის დავარქმევთ ამას манипуляციას? მე მგონი მიზეზი არის ორი. ერთი არის რომ ზოგადად ესე იგი პროფესიონალიზმი ჩვენნაირ ქვეყნებში მოისუსტებს და მე არ ვამბობ რომ წინ არ მივდივართ და ნამდვილად რეალურად პროგრესი არის ამისთვის საკმარისია გავუსვანოთ 90-იანი წლები და რა ხდებოდა მაშინ მედიაში, ხო? მაგრამ მეორე არის ის რომ ახალ ამბებს კიდე შესაძლებელია უფრო მეტი მცდელობა ახალ ამბებში რომ სტანდარტი დაიცვა, მაგრამ ток-შოუ რატომღაც ითვლება რომ აი მისი წამყვანის პირადი სტუმრები არიან და ანუ ისეთნაირად იქცევა როგორც მას წარმოუდგენია და შესაბამისად მას უჩნდება მიკერძოების უფრო მეტი საშუალება, იმიტომ რომ არ არის ჩვენთან ესე იგი ასეთი მოთხოვნა ток-შოუების წამყვანების მიმართ და ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა იქნება. ანუ რიმის თქმა პროფესიონალიზმის პრობლემა. პროფესიონალიზმის პრობლემა მე ვფიქრობ ბევრად უფრო მაღალია ток-შოუში ვიდრე ახალ ამბებში და ამიტომ მიკერძოების მეტი შანსი ჩდება. ახალ ამბებში არის კიდე უფრო მეტი ფილტრიც, ანუ ესეც უნდა ვთქვათ, ხო, აი ერთი ნაწილი, რაც ახალ ამბებს უფრო იცავს მსგავსი манипуляციებიდან არის ის, რომ ჟურნალისტის და ოპერატორის, მემონტაჟის, რედაქტორის, პროდიუსერის, ანუ რამდენიმე ფილტრს გადის ინფორმაცია მაყურებლამდე. ჩემი აზრით ერთ-ერთი, აი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაშიც მე მართლა ვხედავ იმ შანსს, რაც ბატონმა ლაშამაც თქვა, რომ ქართულ მედიას აქვს, არის რომ ეს სარედაქციო მუშაობა და სარედაქციო პროცესი გახდეს უფრო აქტიური და უფრო მრავალშრიანი, ესე ვთქვათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუსრულებლად და ეხლა ჩვენ ვიცით ახალი ამბების ტემპი როგორია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ახალ ამბებში არ არის ისეთი გუნდური მუშაობა, რაც ქეთი მაახსენა, რომ ერთმანეთს ეხმარებიან ფაქტების გადამოწმებაში, ვთქვათ, რედაქტორი ინტერვიუს მოუჭრა იქნება ეს თუ ასე შემდეგ მოსაზრებებით, რჩევებით. ანუ არ არის ეს პროცესი იმდენად გამართული, როგორც უნდა იყოს და ვთქვათ, სერიალის შემთხვევაში რა შემთხვევაც იყო, იქ ძალიან კარგად ჩანს თუ რამდენი ფილტრი არის, ვთქვათ, ერთი ინტერვიუს აღებიდან მაყურებელთან მისვლამდე და აი ეს მე მგონია რომ ძალიან გაზრდიდა ხარისხს იმ ინფორმაციის რომელიც მიდის აუდიტორიამდე და შეამცირებდა манипуляციას ბუნებრივია. ჩვენ რამდენიმე წუთით ისევ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ისევ დავბრუნდებით, გავაგრძელებთ საუბარს манипуляციაზე, კერძოდ როგორ დავიცვათ თავი ამ მოვლენისგან. ჩვენ კვლავ დავბრუნდით ეთერში, მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ნაწყვეტი ფილმიდან და შემდეგ გავაგრძელებთ ისევ დისკუსიას. გავიგეთ, რომ შტატებმა პაკისტანის სოფელში ზარინის გაზი გამოიყენა და გავაშუქეთ. ყველა ასე მოიქცეოდა. უმეტესობა ამას თვეების წინ გააკეთებდა. ამის დამალვა ხელის დაფარება იქნებოდა. ომის დანაშაული მოხდა. კვირის სპეციალური გამოშვება იყო. საღამოს 9 საათი, აღმოსავლეთის დროით. ვარაუდობდით, რომ 3-დან 4 მილიონამდე მაყურებელი გვეყოლებოდა. 6-მდე გვყავდა. 11-ის 5 წუთზე ვიცოდი, რომ პრობლემა გქონდა. ყველაფერი ტყუილი იყო. ფილმში იმგვარად ვითარდება მოვლენები, რომ ხელმძღვანელები ამ ტელეკომპანიის აღიარებენ შეცდომას, ბოდიშსაც იხდიან და ასე შემდეგ. ასე მოხდა რეალურ ისტორიაშიც, რომელიც წეღანაც ვახსენეთ CNN-ი, მაგრამ მე მინდა შევხედოთ მაყურებლის პოზიციიდან ამ ყველაფერს ახლა და რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ ავუხსნათ მაყურებელს თავად როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, როდესაც მას რეალურად უთხრეს ამხელა ტყუილი. არ ვიცი, ალბათ ძალიან ძნელია რაიმე რეცეპტების თქმა ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც იქნებ ვეცადოთ, რომ ცოტა უფრო მეტი ვუთხრათ, ჩავახედოთ სამზარეულოში, ასე ვთქვათ, მაყურებელი. ბატონო ლაშა, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ უნდა დაიცვას მაყურებელმა თავი манипуляციისგან? რა უნდა გააკეთოს და უნდა გაბრაზდეს. და ეს არის
ხა მით უმეტეს ასეთი ხარისხის ტყუილზე ძალიან გაბრაზდეს, არაც უგაბრაზდეს, იმიტომ რომ ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი ესეთი რამის კეთება ჟურნალისტის მხრიდან. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ გარდა იმ რეაქტიული ნაბიჯების, რომ შეიძლება სადაც ეთიკის საბჭოში შეიტანოს საჩივარი და რაღაც ეგეთი მარტივი გამოსავალის გარდა არსებობს უფრო რთული გზა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ეს ქვეყანა და ეს მედია გარემო, რომელიც ჩვენ ცხოვრებას ან ასე ალაგებს, ან ისე ალაგებს, ჩვენი გასაკეთებელი ეს არ არის მარტო ჟურნალისტების საქმე, ეს არის ბევრი ადამიანის სხვადასხვა პროფესიის ადამიანების საქმე, იმიტომ რომ მედია უნდა იყოს ბიზნესი, მედია უნდა იყოს დაცული, მის საკუთრება უნდა იყოს დაცული პოლიტიკოსებისგან, ჩარევისგან, უნდა ქონდეს კარგი კანონები, უნდა ქონდეს კარგი პრაქტიკა, უნდა არსებობდეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები, მაგალითად სარეკლამო ბაზარი უნდა იყოს განჭვრეტადი და პროგნოზირებადი და არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მონოპოლიური და არ უნდა ერეოდეს ამ ბაზარში, ვთქვათ, სახელმწიფო მოხელეები და როგორც ხდებოდა უნდა იყოს ის რაც აქ ითქვა ძალიან ესეთი სოლიდარობა მედიაში თვითონ მედია განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არ უნდა გამოგჩეს იმიტომ რომ ეს ხალხი მოდის ჩვენთან და მე მუშაობენ და თუ არ არიან განათლებული ჟურნალისტები უნდა ვიყოთ გახსნილები თვითონ ჩვენი სტანდარტები უნდა მოკლედ ეს არის ძალიან რთული რამ რომელიც განხორციელებადია ვიმეორებ მაგრამ ასე მარტივად ვერ იტყვი რა ორ სიტყვაში უნდა ბევრი რამე გააკეთო იმისათვის რომ დაცული იყო აი ესეთი რაღაცები თქვენ რას ფიქრობთ მაია მიცი აი დავეთანხმები ლაშას და ვითარდება მედია, მაგრამ ვითარდება მაყურებელიც, ხო? შესაბამისად კრიტიკული აზროვნება ეხა უფრო მეტად არის ჩართული მედია კონტენტის მიმართ და იქნება ეს შეფასება იმის რას უყურებ მე თუ რაღაც შექმნა მოლოდინის ან მოთხოვნის. ხშირად გამიგონია მაგალითად რომ ამბობენ რომ არა იცი ნეიტრალური დაბალანსებული და ხა BBC საქართველოში არავის არ ჭირდება, ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პროდუქციას, რომელიც არის ყურებადი, ხო ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ და ასე შემდეგ. ანუ მოლოდინი თუ შეიძლება და მოთხოვნა მედიის მხრიდან, ანუ მოთხოვნა მიწოდების პრინციპია შესაძლებელია, მაშინ ჩვენ უკეთეს უფრო მეტი სტიმული იყოს ხარისხიანი მუშაობის. მეორე რაც მადარდებს ის რომ აი ხა ჩვენ ვამბობთ ერთი არხიდან მეორეზე გადართავ, მაგრამ რა ხდება იმ ტერიტორიებზე, სადაც ამდენი არხი და ამდენი მედია საშუალება და ინტერნეტზე ხალხს თუ არ მიუწვდება ხელი, მაშინ საიდან არის ესე გადამოწმების საშუალება? იქ უკვე პროპაგანდასაც და манипуляციასაც ძალიან დიდი ასპარეზი უჩნდება. ამიტომ პლურალისტური გარემო, რომელიც მეტნაკლებად ჩვენ უკვე თბილისში გვაქვს და დავემკვიდრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდეს. ნინო, თქვენ რას ფიქრობთ? აი, ცოტათი პროგნოზი რო გავაკეთოთ, უახლოეს მომავალში შეგიძლიათ თქვათ, რომ დღის წინ წარმოვადგინეთ კვლევის შედეგები, რომელშიც რამდენიმე ძალიან საყურადღებო მომენტი იყო მედიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა გაზაფხულზე და მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2000-მდე ადამიანი, ანუ კვლევა რეპრეზენტატულია და კვლევა მაჩვენა, რომ 51% მოსახლეობის თვლის, რომ ის თუ როგორ და რა შუქდება მედიაში, განსაზღვრული არის პოლიტიკოსების მიერ. ანუ ეს ჩემთვის არის ნიშანი იმის, რომ ძალიანაც კრიტიკულია მაყურებელი და ძალიან კარგად ხვდება, როცა ვინმე და მედია ამ შემთხვევაში ცდილობს საზოგადოებრივი აზრით манипуლირებას. თუმცა მეორე მხრივ არის მართლა ძალიან დიდი პრობლემა, რაც მაია მახსენა 46% საქართველოში ინტერნეტზე ხელი საერთოდ არ მიუწვდება. ამიტომ ინფორმაციის გადამოწმება და ის რომ გადავრთოთ სხვა არხზე, ჩემი აზრით არ არის კარგი იდეა და აი აქ დგება უკვე კონკრეტული ჟურნალისტების და კონკრეტული ნიუსრუმების და ანუ ახალი ამბების რედაქციების თუ ტელეკომპანიების, მედიების პასუხისმგებლობა, რომლებმაც უნდა გაიაზრონ, რომ შეიძლება რომელიმე ადამიანისთვის ისინი ინფორმაციის ერთადერთი წყარო არიან. აი, მე მაინც მგონია, რომ სწორედ ეს ჩვენთან არის კამათი იმაზე, რომ აი ვთქვათ პლურალიზმი არის მედიაში და არ მოგწონს ჩემი წაიკითხე სხვა ვთქვათ ესეთი მედია საშუალებებიც, ვინც ღიათ ამას ამბობს არიან, ხო? მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი
ბევრი მიდგომა და მინიმალური სტანდარტი, მინიმუმი ის რომ ჩვენ გაყალბებულ ესეთი ტიპის манипуляციას არ ვნახავთ ტელეეკრანზე თუ არ წავიკითხავთ გაზეთს ან ჟურნალში, აი მინიმუმ ეს მაინც უნდა კონდეს გარანტირებული მკითხველს და აი უკვე ჟურნალისტების მოსაზრებები და ასე შემდეგ, რაზეც ჩვენ ვამბობთ რომ ნუ სტანდარტი არსებობს და უკეთესია თუ სხვანაირად იქნება, ეს უკვე მეორე ხარისხის სურვილებია და განვითარებასთან ერთად რაღაც დროს ალბათ მოვა, მაგრამ რაღაც მინიმუმი რის ქვევითაც უბრალოდ არც ერთ მედიას ჩამოსვლის უფლება არ აქვს, ეს მგონია რომ უნდა არსებობდეს და სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ კიდევ ვართ ისეთ გარემოში, სადაც არსებობენ მედია საშუალებები, რომლებიც არ ცნობენ არანაირ არათუ პროფესიულ მედია სტანდარტს, არამედ ზოგად არ ვიცი რაღაც კანონებსაც კი და ხო აი ადამიანურ სტანდარტს და ისეთი ტიპის ტყუილები გვინახავს და განსაკუთრებით ონლაინ მედიაში, რომელიც ესე უცებ ქრება და არანაირ ის არ არსებობს, თქვათ შემოწმება თუ ვინ გვეუბნება ამ ამბავს. სამწუხაროდ ესეთია რეალობა, ამიტომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია ყველა ესეთ შემთხვევაზე, მიუხედავად იმისა, ეს იქნება რაღაც ძალიან დაბალ რეიტინგულ ონლაინ მედიაში თუ ძალიან მაღალ რეიტინგულ ტელეკომპანიაში. ქეთი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი ჩვენთან და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის სივრცე, რომელიც ალბათ მაგალითი უნდა იყოს და ტონის მიმცემი ყველასთვის და ზუსტად ამაზეა საუბარი, შეიძლება კერძო ტელევიზიას თქვათ კონდეს და აქვს კერძო ინტერესი, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაუწყებელი, რომელიც აბსოლუტურად მისთვის ყველაზე მთავარი უნდა იყოს ნდობის მოპოვება და რასაც აი ჩვენი სტუდენტი ამბობდა, რომ მე გადავრთავ სხვა ტელევიზიაზე, სხვა არხზე და იქიდან გავიგებ ინფორმაციას, ან გადავამოწმებ, ეს თქვათ მე ესე ვთვლი, რომ ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფა არის, ანუ მე ისე უნდა მივაწოდო ინფორმაცია ჩემს მაყურებელს, რომ მას არ დაჭირდეს ჩემი გადამოწმება და ისიც უნდა იყოს, რომ თქვათ მაგალითად მან უნდა იცოდეს, რომ მე თუ ვარ და მე ვაშუქებ ამ მოვლენას, მე ყველაზე კარგად გავაშუქებ და მოგაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას. ამიტომ რა თქმა უნდა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობა პირველ რიგში, ხარისხი სტანდარტი. რაც შეეხება ზოგადად მაყურებელს, ჩვენ ხშირად მოგვისმენია დისკუსია იმის შესახებ, რომ თქვათ ტელევიზიებში არის რაღაც დაბალი დონის ტოკ-შოუები, ანუ სუყვითელი და არის იმიტომ რომ მათ აქვთ რეიტინგი. მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ, ანუ მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ შევთავაზებთ მაღალი დონის გადაცემებს, თქვათ დისკუსიებს სხვა თემებზე და არა იმ თემებზე, რომელსაც ჩვენ ყველა მეტნაკლებად უსმენთ, ჩვენ თვითონაც მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ თავად მივიღებთ მონაწილეობას მაყურებლის გაზრდაში. და ესეც ვთვლი, რომ ყველაზე მეტად საზოგადოებრივი მაუწყებლის მოვალეობაა. შეიძლება ზუსტად ქეთი რასაც ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკითხვა ასევე ერთი კითხვა გქონდა ჩვენა, რომ სოციალური პრობლემების გაშუქება 77%-ს მოსახლეობის მიაჩნია ჟურნალისტების მთავარ მოვალეობად. შემდეგი 4 პუნქტი, ანუ სოციალურ პრობლემებთან ერთად არის საზოგადოებისგან გარიყული ჯგუფების გაშუქება, უმცირესობების და უგულებელყოფილი ჯგუფების, ასევე საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის გაშუქება და ასე შემდეგ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ გართობას მათ პრიორიტეტებში, ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტებში უჭირავს ძალიან პატარა ადგილი და რა თქმა უნდა ამის გარეშე მედი არ არსებობს, მაგრამ ისე წარმოჩენა, რომ თითქოს მხოლოდ რეიტინგი, მხოლოდ ამას აქვს, ეს ასევე манипуляცია არის და დიდი манипуляცია ჩემს. მე ვფიქრობ, რომ ესეთი კვლევები, რომელიც თქვენ ძალიან საინტერესო იყო, აი თქვენ პირველი, რაც აჩვენა სოციალური თემატიკა, სულ უნდა ტარდებოდეს და ამაზე იყოს აგებული და არა თქვენ პირველი 15 წუთი იყოს პარლამენტში რა ხდება. ეს მინდოდა მე კითხა, რამდენად უგდებენ ყურს ამგვარ კვლევებს ტელევიზიები და რამდენად ითვალისწინებენ ამას. ძალიან საინტერესოა ალბათ ვთქვათ, თუ არსებობს ამის რაიმე პრაქტიკა, რომ ისინი ამით ხელმძღვანელობენ შემდეგ. თუ გაგიგიათ. ზოგადად ესეც არის ერთ-ერთი თემა, რომ манипуляცია არის დიდი манипуляციები და არის პატარა ხო მონტაჟით. ნუ შეიძლება დიდი ამბავი მოახდინო, მაგრამ აი ერთ-ერთი დიდი манипуляცია არის ეს, რომ თითქოს ჩვენ ვიცით, ანუ მედია გვეუბნება, რომ ჩვენ ვიცით რა აინტერესებს ხალხს, აი ამას აქვს რეიტინგი და ამას ვაკეთებ.
სინამდვილეში ეს არ არის პირველი კვლევა, წლების განმავლობაში გრძელდება ეს კვლევები და ყოველთვის პრიორიტეტები საზოგადოების დასმული განსხვავდება მედიის პრიორიტეტებისგან. ჩემი აზრით, ესეც არის ერთ-ერთი აცდენა, ესე ვთქვათ, და მოდელირება იმ რეალობის, რომელსაც მეტი აქვს თავაზე. ჩვენ ძალიან ხშირად მოგვისმენია კრიტიკა მედიის, მეც და თქვენც ალბათ, რომ ძალიან ხშირია ვთქვათ გასართობი, დიდი აქცენტი კეთდება გასართობი ტიპის პროგრამებზე, მაშინ როდესაც ვთქვათ მოთხოვნა არის, რასაც ახლა თქვენ საუბრობდით, უფრო მეტად სოციალურ თემატიკაზე, ანუ იმ პრობლემებზე, რაც რეალურად ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში. მე მინდოდა ამ შეკითხვის დასმა მაიასთვის, როგორ ფიქრობთ, ესეც ხომ არ არის რაღაც მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც ვთქვათ ახორციელებენ ტელევიზიები. ანუ ბადის შედგენა მთლიანად ტელევიზიის, სადაც უფრო მეტი შეიძლება იყოს გასართობი გადაცემები, ხომ არ მიგვანიშნებს რამეზე? Ну, იყო ერთი ესეთი დისკუსია ძალიან ცხელი საზოგადოებრივ ტელევიზიასთან დაკავშირებით, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვეტა, რომ რაღაცნაირად ესე იგი მთელი ბადე აეწყო იმაზე, რომ ქვეყანაში წამოსულიყო მეტი პოზიტივი, გავარდისფერება დაარქვეს პირობითად ამას არხის. ამაზე დიდი იცით რა კერძო როგორც კეთილი თქვა, კერძო მაუწყებელს შენ მანდამაინც ვერ დაუყენებ, ესე იგი საკითხს იმგვარად, რომ ასეთი გადაცემა კი არა, ესეთი, ხო? უბრალოდ მას შეუძლია კვლევას ან კვლევა ჩაატაროს ან არ ჩაატაროს, ან თქვა კვლევის შედეგებს დაენდოს, არ დაედოს. მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუ არის საუბარი, ხო, საზოგადოებრივი პრიორიტეტები სპეციალურად იმისთვის აქვს, რომ კვლევის საფუძველზე გაიგოს რა ჭირდება, რა მოსაზრებებია საზოგადოებაში. საზოგადოებას უკვე შეიძლება მოსთხოვა, ხო? არ ვიცი ხა რამდენად манипулირება არის იმის, რომ მაგალითად კერძო ტელევიზიას ურჩევნია, რომ გასართობი გამიჭირდება ნამდვილად ამაზე კითხვა, არ არის ჩადებული კიდე დამატებით. არა, ეს არ არის манипуляცია, ეს არის არჩევანი, იმიტომ რომ მაგალითად არის ეკონომიკური ძირითადი პროფილის ტელევიზიები, სიტყვა ხა ბლუმბერგი არის ძირითადად დათმობილია ფინანსურ ბაზრებს და ასე შემდეგ, ხა იქ პოლიტიკაც არის, მაგრამ აქცენტი ძირითადად ამაზე არის, სხვა ტიპის ტელევიზიები, სადაც ვთქვათ, რაღაც ვთქვათ, პოლიტიკაზეა მეტი აქცენტი და ასე შემდეგ. თავარი არის, რომ არ იყოს ტყვილები და არ ცდილობდე მართვას საზოგადოებრივი აზრის ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო ნაკადებით, საინფორმაციო ნაკადები. სხვა შორის ეს უფრო რთული საკითხია ხა. ძალიან საინტერესო თეორია არის, კარისკაცის თეორია, გერმანელებმა თავის დროზე შეიმუშავეს, აღმოაჩინეს და შემდეგ განავითარეს, ახლა 50-იან წლებში შეიმუშავეს, ნიშნავს იმას, რომ არიან ადამიანები, პირობითად რო ვთქვათ, რომლებიც აღებენ და კეტავენ, რა ვთქვათ, კარებს, ხო? ანუ მათ აქვთ ხელში ბერკეტი და შეუძლიათ გაზარდონ არ იტყუებიან, მაგრამ ზრდიან ინტენსივობას, անդა ცვლიან ნაკადებს და თქვათ ამითი ახდენენ манипуლირებას აზრის. მაგალითად, ერთ ადამიანის შეცდომაზე შეიძლება მთელი დღე ილაპარაკო და შექმნა აზრი. ამ დროს ის შეცდომა არის მის მოქმედებებში პატარა ნაწილი, ხო? და შენ შექმნა ისეთი აზრი, რომ დააქცია ამ კაცმა ყველაფერი და გაუფუჭო იმიჯი, დაუნგრიო პოლიტიკური კარიერა და ასე რომ ეს არის ზუსტად манипуლირება და ეს არის საშიში და ამას უნდა ზომავდნენ. ან უნდა ახდენდნენ მონიტორინგს, უნდა არკვევდნენ თუ როგორ არის, რანაირად ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე პროცესის ნაწილი. ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. მე მგონი საინტერესო დისკუსია შედგა. მე მაყურებელს შევახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა მედია სტანდარტი. ჩვენ საუბრობდით манипуляციაზე მედიაში. ალბათ არ ვიქნები ორიგინალური, უბრალოდ დავამატებ ერთ ფრაზას, რომ მაყურებელს აუდიტორიას ძალიან დიდი როლი აქვს მედიის განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ მაყურებელი იქნება უფრო მეტად კრიტიკული, ოღონდ ჯანსაღად კრიტიკული, იქნება უფრო მეტად მომთხოვ და ამავე დროს მედია წიგნიერი, ის ლოგიკურად მიიღებს უკეთეს ჟურნალისტიკას. მე გემშვიდობებით, შემდეგ კვირას თქვენ გეულდებათ კიდევ უფრო საინტერესო სერია ნიუსრუმის და ასევე ძალიან საინტერესო დისკუსია. ნახვამდის.